ირაკლი კობახიძე ცდის უკვე არა მხოლოდ ჩვენ ეროვნულ თავმოყარეობას, არამედ პერსონალურ თავმოყარეობას, იმიტომ რომ მათი განცხადებები არის ტესტი, რისი ატანა შეუძლია საქართველოს. რუსები ტესტავენ ამ კაცის ხელით, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ გიორგი ანწუხელიძე თურმე გარეთ ძალის მიერ ყოფილა მოკლული, ხო? კი, გარეთ ძალის რუსეთის ფედერაციის ვლადიმერ პუტინის იმ ძალის მიერ, რომელიც არის ბატონი კობახიძის უფროსი, ვისი ყმაც არის ბატონი ირაკლი კობახიძე. აი მისი უფროსის მიერ არის. სამარცხვინოა, რომ ირაკლი კობახიძე არის დღეს და საუბრობს საქართველოს მსახურებაზე, აი ეს არის სირცხვილი. და გიორგი ანწუხელიძე რომ არ არის ცოცხალი. და აი ესენი რომ მართავენ საქართველოს, ეს არის სირცხვილი. აი ეს არის უთავმოყარეობა, რომ ირაკლი კობახიძე შეუძლია ტელევიზიის ეთერიდან ეს მარაზმი ილაპარაკოს და გიორგი ანწუხელიძეს ოჯახს უწევდეს მის საფლავზე მისვლა. ეს არის პრობლემა ამ ქვეყნის. რომ თურმე 9 აპრილი არა თუ გარეძალებმა უკრაინელებს მოუწყვიათ. უკრაინელებს და ჩვენს ბალტიელ მეგობრებს. აი ეს არის ქართული ოცნება, ყველაფრის ამოყირავება. სახელმწიფო მოღალატეთა დაჯგუფება, რომელსაც საერთოდ არავითარი სინდისის ნატამალი არ გააჩნია და მხოლოდ არის მიმართული იმისკენ, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გადაჩეხოს და უკადრებელი აკადროს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში თუ არსებობს სახელი და გვარი, რომელსაც არ უნდა შეეხო, ერთ-ერთი გამონაკლისია გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც უბრალოდ არ უნდა შეეხო და ეს ადამიანები ხელახლა აკეთებენ ამ ჩვენი ეროვნული გმირის წამების აქტს იმეორებენ მისი სახელის ყოველდღიურად შეურაცხყოფით. ეს არის რუსეთის დავალება, რომ კი გიორგი ანწუხელიძეს შეეხეთ, იმიტომ რომ გიორგი ანწუხელიძის შეხებით ეხებიან საქართველოს.